მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში ნახავთ 10 ყველაზე დიდ კუს, რომელიც დედამიწაზე აღმოაჩინეს. ჩამონათვალს ვიწყებთ ტოკიოდან. მოხუცებულ მამაკაცს ყავს 200 კილოგრამიანი კუ. ის მასთან ერთად იცინებს, ჭამს და სეირნობს. მამაკაცი ოცნებობდა, რომ მის მიერ მოშინაურებული კუ მსოფლიოს ყველაზე დიდი კუ გახდებოდა. კუს ჟონგუნი ქვია. კალკუტას ზოოპარკში ადივაიტას სახელობის გიგანტური კუ 268 წლის გახდებოდა წელს. ადივაიტა მე-18 საუკუნის შუა წლებში სეიშელის კუნძულებში აღმოაჩინეს. შემდეგ საჩუქრად მიართვეს ბრიტანული კოლონიების მენეჯერს, რობერტ კლაივს, რომელიც იმ პერიოდში ინდოეთში იმყოფებოდა. 1750 წელს დაბადებული კუ 330 კილოგრამს იწონიდა. სამწუხაროდ 2006 წელს ადივაიტა დაიღუპა. უნგრეთში მცხოვრები გიგანტური კუ საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს. კუ ზოოპარკში ბინადრობს და არის ძალიან მშვიდი. ხშირად დასეირნობენ ბავშვები მის ზურგზე. უნგრელი კუს წონა 350 კილოგრამია. მეშვიდე პოზიციაზე ისევ უნგრელ კუს ხედავთ. მას ჯო ჰქვია. ის ძალიან მშვიდად ცხოვრობს და არასდროს ტოვებს ადგილსამყოფელს. მისი წონა 400 კილოგრამს აღწევს. გიგანტური ზღვის კუს სანაპიროზე შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ის კუდებოდა, თუმცა კეთილშობილმა ადამიანებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ზღვაში გაუშვეს. კუ 475 კილოგრამს იწონიდა. ჯორჯთაუნის მახლობლად აღმოჩენილი კუ სიკვდილის პირას იმყოფებოდა. მდედრი ზღვის კუს გადარჩენა მოხერხდა. ის 230 კილოგრამს იწონიდა, თუმცა უფრო გრძელი იყო, ვიდრე აქამდე ჩამოთვლილები. ეს ფლორიდაში დაჭერილი კუ არ იყო ცოცხალი. ფლორიდის სანაპიროზე აღმოჩენილი კუ უცნაური ზომით და გარეგნობით ნამდვილად შიშის მომგვრელია. ექსპერტების აზრით ის სხვა ზღვის არსებების მიერ არის მოკლული. ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში 2 მეტრის სიგრძის 700 კილოგრამიანი კუ სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. დამსვენებლები მომენტით აღფრთოვანებულები დარჩნენ, თუმცა სამწუხაროდ როგორც ცნობილი გახდა, კუ უკვე მომკვდარიყო. ექსპერტების განცხადებით, მსგავსი სახეობის კუ ბოლო 200 წლის მანძილზე მხოლოდ 10 ჯერ იქნა შემჩნეული. თურქეთის ქალაქ ბინგოლში მიმდინარეობდა გზის დაგების სამუშაოები. ერთ-ერთი მონაკვეთის ამოთხრისას აღმოჩენილი იქნა 6 ტონიანი კუ. ტრაქტორის დახმარებით კუ ქალაქ იზმირში გადაიყვანეს, სადაც უნდა გარკვეულიყო თუ როგორ შეძლო გიგანტური ზომის კუმ მიწისქვეშ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ამ კუს ასაკი. დედამიწაზე ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს მდინარე ამაზონში. მეცნიერების აზრით კუ უნდა ყოფილიყო 529 წლის. ამ გიგანტური კუს სიგრძე 6 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა 8 ტონამდე. იმის შემდეგ, რაც მკვლევარებმა ის წაიყვანეს, არანაირი ინფორმაცია არ გაჟონილა ამ გიგანტური არსების შესახებ. ამით დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. მადლობა რომ უყურებთ და მომავალ შეხვედრამდე.